მეგობრებო, ესე იგი, როგორი არის სწორად გამშრალი იასამანი და როგორი არის არასწორად გამშრალი იასამანი. ესეთი თავისი ფერი რო აქ შენარჩუნებული არის სწორად გამშრალი იასამანი. აი, ეს არის სწორად გამშრალი იასამანი, ხოლო ეს არის არასწორად გამშრალი იასამანი. იასამნის გამზადება ზეთები მზადება სპირტიანი ნაყენები. ამიტომ პირველ რიგში საჭიროა გააშროთ სწორად, აი ეს. ანუ იმისთვის რომ სწორად გააშროს, უნდა იყოს სათითაოდ ცალ-ცალკე ძალიან ჭრილში, ანუ მზე კატეგორიულად არ უნდა მოხდეს. ამიტომ მცენარეების გაშრობა არც ისი ადვილი არ არის. აგერ მაგალით, გაფუჭებული გადასაგდები და სწორად გამშრალი. აი ეს არის სწორად გამშრალი იასამანი. თქვენ თვით რომ იასამნის გამზადდება სპირტხსნარი, იასამნის გამზადდება ზეთი. აი ასე ფერს როცა შეინარჩუნებს, ეს არის სწორად გამშრალი იასამანი. ანუ სწორად გამშრალი იასამანი. ხოლო აი ასეთი ფერზე რომ დაჯდება, ეს არის არასწორად გამშრალი იასამანი. ამიტომ მნიშვნელობა აქვს შრობის როგორ გააშრობ.